დღეს როცა სიმართლის ძიება და ინფორმაციის გავრცელება ასეთი მნიშვნელოვანი გახდა, ხშირად გვავიწყდება ის ადამიანები, რომლებიც ამ ფრონტის წინახაზე იბრძვიან. ჟურნალისტები, ისინი საკუთარი უსაფრთხოების ფასად ცდილობენ საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს. საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებმა კი ნათლად დაგვანახა, თუ როგორი დაუცველები არიან ისინი ძალადობის, ზეწოლისა და მუქარის წინაშე. მედიის ადვოკატირების კოალიციის წარმომადგენელმაც აღნიშნა, რომ წელს ამ მხრივ განსაკუთრებით რთული ვითარებაა. ეს არნახული ძალადობა, არნახული შეურაცხყოფა ის რეკვები იქნება თვასის შემდეგ წლის განმავლობაში და ბოლოს ეს უწყვეტი აქციების დროს ეს ძალადობა, რა თქმა უნდა, კრიტიკული თუ არა წარმოუდგენელ გარემოს ქმნის მედიებისთვის და პლუს ამას ეგრეთ წოდებული არაკანონიერი ფორმირებები, რომელსაც ხელს უწყობს, ეხმარება, აღიძიებს სამართალმცავი ორგანოები. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით 2024 წელს ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სულ 16 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო, საიდანაც 9-ზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა 7 პირის მიმართ დაიწყო, 1 სისხლის სამართლის საქმეზე კი გამოძიება შეწყვიტა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პასუხიდან არ ჩანს, მივიდა თუ არა რომელიმე საქმის გამოძიება ბოლომდე და დაისაჯინა თუ არა დამნაშავე პირი. მარიამ გაფრინდაშვილი ერთ-ერთი ჟურნალისტია, რომელსაც აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოულოდნელად ვიგრძენი უკიდურესი ტკივილი თავის არეში და უკვე გონზე მოვედი მაშინ, როდესაც სასწრაფო დახმარების ჯგუფს ეძებდა ჩემი ოპერატორი და ასევე იქ ადამიანები. საბოლოო ჯამში თავზე დამჭირდა 7 ნაკერი, მქონდა ტვინის შერყევა და კლინიკაში დამჭირდა მკურნალობა. შესაბამისად დღემდე დღეს არის ხო იანვარია და მე არ ვიცი ვინ მომაყენა ეს დაზიანება. 28 ნოემბრიდან დაწყებული პროევროპული აქციების გაშუქებისას მედიას პროფესიულ საქმიანობაში ხელი სულ 90-ზე მეტ შემთხვევაში შეეშალა. განსაკუთრებულად დაშავდნენ გურამ როგავა, ალექსანდრე ქეშელაშვილი, მარიამ გაფრინდაშვილი, მაკა ჩიხლაძე და გიორგი შეწირული. საერთაშორისო ორგანიზაციის რეპორტიორების საზღვრების გარეშე 2024 წლის რეიტინგით საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობა გაუარესდა. ქვეყანა 26 ადგილით დაქვეითდა და 103 ადგილი დაიკავა. 2021 წლის 5 ივლისის აქციის დროს ჟურნალისტებზე თავდასხმას ემსხვერპლა ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა. მისი ცემის საქმეზე 5 ადამიანი დააკავეს, 5-ვე მათგანს 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა დაკავებულებს ბრალი წარდგენილი არ ჰქონიათ ლაშქარავას მკვლელობის საქმეზე. უმაღლეს წევრებში ვარ დემოკრატია.